მოგესალმებით ყველას, ჩვენს მაყურებლებს და იმათ, ვინც აწი შემოგვიერთდება. დღეს გვინდა გესაუბროთ ერთ-ერთ ფრინველზე, რომელიც ფრინველთა მეფედ არის მიჩნეული და რომელსაც არწივი ჰქვია. ამ ვიდეოში წარმოდგენილი იქნება კამერებით დაფიქსირებული დაუჯერებელი კადრები, სადაც ეს მტაცებელი იტაცებს ცხოველებს და ადამიანებსაც კი. მანამდე კი ორიოდე სიტყვით დავახასიათოთ ეს ფრინველი. არწივი შევარდნისებრთა რიგებს მიეკუთვნება. მათი სხეული იწონის დაახლოებით 6 კილოგრამს. არსებობს ჯიშები, რომლებიც უფრო მეტსაც იწონიან. მათი გაშლილი ფრთების სიგრძე 2.5 მეტრს აღწევს. დედალი და მამალი ძირითადად ერთნაირი შეფერილობისაა. აქამდე ცნობილია არწივის 12-მდე სახეობა. გავრცელებულია ძირითადად ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილო ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე და ნახევრად უდაბნოში. ის ბუდეს იკეთებს ხეებზე ან კლდეებზე. დებს 1-დან 3-მდე კვერცხს, მაგრამ მთის არწივის სახეობა გაცილებით ბევრ კვერცხს აძლევს. ბარტყებს შეკავს 40-45 დღეში. იკვებება პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით. ძირითადი სახეობები გარდა მთის არწივისა ერთი მხრივ სასარგებლოა, ვინაიდან ისინი ანადგურებენ მავნე მღრღნელებს. მაგრამ ეს უკანასკნელი მთის არწივი გვევლინება ასევე შინაური ცხოველების და ფრინველების წრად. არის ფაქტები, როდესაც მან ბავშვის მოტაცებაც სცადა. აი ეს არის ყველაზე ცნობილი ფოტო, როდესაც ფრინველი ბავშვს იტაცებს. როგორც თქმულებითაა ცნობილი, ეს დენვერში მოხდა, მაგრამ ოფიციალურად ეს არ არის დადასტურებული. რამდენიმე წლის წინ გავრცელდა კადრები, როდესაც არწივმა კინაღამ მოიტაცა ბავშვი. მან გარკვეულ სიმაღლემდე აიყვანა ჰაერში ის და მოულოდნელად ბრჭყალებიდან გაუვარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ვიდეო ფეიკი იყო და ეს რამდენიმე მემონტაჟემ გააკეთა. ეს კი რეალური კადრებია. არწივი ძირითადად მთებში ცხოვრობს და ნადირობს იქ მობინადრე ცხოველებზე. მთაში კი მრავლადაა თხისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ჩლიქოსანი ცხოველები. ეს ცხოველი არჩვია და სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება. არწივმა ის ადვილად აიტაცა ჰაერში და მისი ჩვეული ქცევა გამოავლინა, გაუშვა ბრჭყალები ისეთ ადგილას, სადაც ცხოველი განწირული იყო დამტვრევისა და სიკვდილისათვის. ეს კი უნიკალური კადრებია. სვერკლი ისევ არჩვია. არწივმა ბრჭყალები ჩაავლო ერთ-ერთ ჯგუფიდან. ეს ცხოველი საოცრად მარდია და განსაკუთრებით ციცაბო კლდეებზე შეუძლია მარტივად გადაადგილება. არწივი, როგორც ხედავთ, არ უშვებს ბრჭყალებს. არჩს მეწვილი არ ტოვებს გაჭირვებაში. ამდენი სირბილის შემდეგ ცხოველმა არწივი მოიშორა. ბოლოს და ბოლოს მტაცებელი კი გემრიელი სადილის გარეშე დარჩა. საოცარია. მას ხშირად ახასიათებს ცხოველებზე უეცარი თავდასხმა. მოტაცება და პირდაპირ თავის საცხოვრებელთან ახლოს გადაყვანა, რათა ამის შემდეგ გემრიელად მიირთვას ისინი. ეს კადრებიც სწორედ ამ ფაქტებია.
არწივები მგლებზეც ახორციელებენ თავდასხმას, მაგრამ მგლის ლეკვები ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომია მათთვის. მაღალ კლდეზე მჯდარი არწივით თავისი გამჭოლი მზელი ადვილად ამჩნევს მგლის სამ ლეკვს, რომლებიც თამაშით არიან გართულნი. დედამგელი მოშორებით იმყოფება თავისი ლეკვებისგან. არწივმა გადაწყვიტა თავდასხმა და დაეშვა ლეკვებისკენ. დედამგელმა შეამჩნია ის და თავისი ლეკვებისკენ გამოქანდა, რათა გადაერჩინა ისინი, მაგრამ იყო უკვე ძალიან გვიან. ეს იშვიათი კადრებია. პარაშუტისტი საკმაოდ ჩორს იყო მისიდან, როცა არწივი თავს დაესხა მას. არწივი გაეხლარდა პარაპლანის ფოთლებში და პარაშუტისტს მოუწია სათადარიგო პარაშუტის გახსნა. არსებობს მონადირეები, რომლებიც მოიპოვებენ არწივების ბარტყებს. წვრთნიან მათ და აგეშებენ ცხოველებზე. ამ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორც ცდილობს არწივი კურდღლის მონადირებას. გაურკვეველია კურდღელს გადარჩენისთვის მხოლოდ ინსტინქტი აიძულებს იმარჯოს თუ მართლაც გონებით მოქმედებს იგი. ფაქტია, რომ წარმოუდგენელ ხრიკებს მიმართავს ის, რათა თავი გადაერჩინოს. კარგად დააგვიდეთ. გამეთანხმეთ საოცარი კადრებია. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობელი ვიქნებით თუ გამოიწერთ ჩვენს არხს და მოიწონებთ ვიდეოს. ამ მოქმედებით თქვენ სტიმულს მოგცემთ, რათა უკეთესი ვიდეოები გავაკეთოთ. მადლობთ რომ გვიყურებთ.